ვარაუდით და დროების გრაფიკოსის გიორგის მიერ გაკეთებული ეს ვიდეო ანიმაცია რეალობად აქციეთ. ბოლო-ბოლო არაწყენინოთ კოჭლიყასაბის მთავრობის ვინმე ვიცე-პრემიერს კაცმა თქვა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე მუშაობთო. ესიც რომ არ იყოს, ცნობილმა ქართულმა პოლიტიკოსმა სალიდანას ვაიმია მირა პიპიამაც თქვა, მალე ჩვენი ჯავშან მატარებელი თბილისიდან მოსკოვში ჩავა და უკან აფხაზეთის გავლითო. არც მაგას არაწყენინოთ, უკან არ დაიხიოთ. მატუშკა რასია დაგიფასებთ. თუ უკანალი და რუსული ჭაობია, ბოლომდე. ორნიშნა და სამნიშნა ეკონომიკაზე გადასვლის ფუფუნებაში მყოფი ქართველი ხალხის უფრო მეტი კეთილდღეობის სახელით გახსენით რკინიგზა. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც აღადგინეთ. პუტინის ცხენის ლავროვის ნოვი რეალი ბოლომდე შეიძლიეთ და აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობაც აღიარეთ. სპეცოპერაცია ბოდიში ბოლომდე მიიყვანეთ. მხოლოდ ლარსი და აზიმუტის უკონტროლო რეისები არ ყოფნის მესამე იერუსალიმს ომის საწარმოებლად. შემდეგ რკინიგზით ყულების ტერმინალში რუსული ნავთობით შემოიტანეთ, აქ ახალი სასაკოლო მარკა გადაარტყით და ისე გაიტანეთ, რომ უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოთ რუსების მიერ უკრაინის მკვლელობებში. საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ აფხაზეთის გავლით თბილისი მიმოსვლას არ განიხილავს. ეგრე იმასაც ამბობდით, მოსკოვთან პირდაპირ ავიამიმოსვლის აღდგენა არ განიხილებო, მაგრამ ხო შესულდა დიდი ზარზეიმით ღალატის რეისი. რკინიგზის უარყოფის დონეზე თუ გვარდება ეგ საკითხი, კი ბატონო, მაგრამ თუ დაგცალდათ ოკუპანტთან კონტროლი ბოლომდე, ხომ შემოგუგუნდება მოსკოვი თბილისი, მერე პროპაგანდა დაიხმარეთ გასაправებლად. რუზესკაია ჟელეზნაია დაროგას უარყოფამ კი არ ვიცი რატომ და ოხანაშვილის შემცვლელის ვაშინგტონში გასეირნებაზე უარყოფა გამახსენა. ჯერ თქვეს არ იყო, მერე თქვეს იყო. მოკლედ ისევ გაიგო, რომ ტყუილს მოკლე კი არა, უმოკლესი ფეხები აქვს. საელჩომ შეხვედრა თავისი კოლეგების მიწვევით უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართაო. სტანდარტული სამუშაო ვიზიტის ფარგლებშიო ისაო ესაო. ოხანაშვილის შემცვლომდე დიპ სტეიტის დედაქალაქ ვაშინგტონში ბოჭორიშვილის მოადგილე დარსალია იმყოფებოდა. ოცნების პროპაგანდამ ამ ვიზიტზე შემდეგი თქვა. დარსალიამ შეხვედრაზე გამოხატა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის საქართველოს მზადყოფნაო და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების საჭიროებაზე ისაუბრაო. აი აქ კითხვის ფეხი მარტო სიგრძეში კი არა, ზომაშიც პატარა აღმოჩნდა. რადიო თავისუფლების კითხვაზე მარტივად რო ჩამოგიყალიბოთ, რა უნდა დარსალიას ვაშინგტონშიო, 6 თებერვლით დათარგებული პასუხი ასეთია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს მაღალჩინოსანმა ბრენდან ჰანრაჰანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ 3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი გამართეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. მათ განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის რეგიონში. შესაძლებლობები, რომლებიც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან. გასაგებია. დარსალია დაიმახსოვრეთ, თურმე აიათოლას მოტრფიალე ყოფილა. 8 აგვისტოს ისტორიულ შეთანხმებას რა თქმა უნდა მიუბრუნდები, ისევე როგორც დიპ სტეიტის უთვალსაჩინოესი წარმომადგენლის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ბაქოსა და ერევანში ვიზიტს. მანამდე კი კითხვა და მაინც რა მისით იმყოფებოდა ივანიშვილის მტოვარი ოხანაშვილის შემცვლელი შეერთებულ შტატებში. ჩემი ბევრი წიაღლების გარეშე ყოფილი კონგრესმენი რესპუბლიკელი ადამ კიზინგერი, ნაწყვეტი ნათია გოგსაძის გადაცემიდან გეოპოლიტიკა. ფიქრობ ის ნამდვილად ცდილობდა სანქციების მოხსნას. დარწმუნებული ვარ, ეს იყო მისი მთავარი ამოცანა. ეჭვი არ მეპარება, რომ ამიტომ გაგზავნეს. იცით რა? როდესაც შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა ვინმე ჩამოდის ვიზიტით, შენ იღებ მას, შეხვდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები და საქართველოს მთავრობა უეცრად შესანიშნავ ურთიერთობაში არიან. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ჩვენ ხვდებით ადამიანებს, ვსაუბრობთ და უბრალოდ ვუსმენთ. ასე რომ ალბათ აქაც ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ცხადია, მე ამ საუბარს არ დავსწრები ვარ, მაგრამ უცნაურია ის ფაქტი, რომ ეს საიდუმლოდ იყო შენახული. აქაც გასაგებია. მე პირადად კიზინგერის მჯერა და ვისაც გონიათ, რომ ქოც გრუზინებს ვაშინგტონთან გადატვირთვა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების გამო უნდა აღარც მებრალებით. ივანიშვილს მხოლოდ მისი ფული, შავი ფული, რუსული ფული ადარდებს და აგერ უკვე წელიწადზე მეტია ცდილობს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწესებული სანქციები როგორმე მოიხსნას. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილის სანქციები 2024 წლის წინა საახალწლოდ დაუწესა. ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი.
ასე განმარტა 2024 წლის 27 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები და შეხვდება თუ არა ლუკაშენკოსა და ორბანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებს შორის MB ვენს და რუბიოს ნაკლებად მნიშვნელოვანია. თანაშემწის თუ ვიღაცის გადაღებულ ორ პაპარაცულ ფოტოზე აგებულ კაკაფონიას გაფიცებთ. რაკენით დალაგდით იმას ორბელენის სასახლის ბინადარს ტრამპმა დაურეკა, ხაზები ხომ არ არის გადატვირთული, დაკავება აქვს. ახალმაცნობეს თეთრი სახლიდან დონალდი ურეკავს მორჩეს ლაპარაკს და იქნებ უპასუხოსო. უპასუხე მიშკა, უპასუხე. სანამ ორბელენის სასახლის ბინადარი ტრამპს ტელეფონზე უპასუხებს, მანამდე მილანის დერეფნებში სახელმწიფო მდივანთან და ვიცე-პრეზიდენტთან მისი გასაუბრების თუ საუბრის ვერსიას შემოგთავაზებთ. რა თქმა უნდა, არაფერს მოვიგონებ. საფუძვლად მხოლოდ პროპაგანდასთან მის ინტერვიუს გამოვიყენებ. ისე რა საინტერესოა ეს მოუცველი მდგმური, როგორ დაითანხმეს ინტერვიუზე, ბევრი უწვალიათ. მაშასე სულიად სოულაკის, ჭორულის აბასთუმის და ურეკის დიდი ფილოსოფოსის მიერ არაერთგზის მხილებულ დიპსტეითელებთან გასაუბრება. მეც ისე წარმოდგენ, როგორც პროპაგანდა. პოზიტიურად, რადგან ყინული დაიძრა. Лед тронулся, господа присяжные заседатели. Командовать парадом буду я. მიშკა მიხეილ გამარჯობა. მარკოს გაუმარჯოს. მიშ როგორ ხარ? ჯეიმს დეივიდ, ვარ რა შენ? საუკეთესოდ, მიშკა, იცი, გაკვირვებული ვარ. არ ვიცოდი ქრისტიანები რომ ყოფილხართ. ტრადიციული ქვეყანა. თურმე პატრიარქის ყოლიათ. ჩვენ 17 მაისს ლოცვის დღე დავაწესეთ. მართლა? იცი ჩვენ 10 წლის წინ 10 მაისს ოჯახური სიწმინდის დღე დავაწესეთ. მართლა? მიხარია, სიამოვნებს. ხო, წელს 1700 წელს აღნიშნავთ, დიდი ღონისძიება ჩატარდება. სასიამოვნოა. მისმინე რა მინდა გითხრა. ჩვენ ფლობთ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. ბევრი პროცესები მიმდინარეობს სოფლიოში. მეტ ინფორმაციას მოვიპოვეთ და აუცილებლად ვეცდებით განვიხილოთ ურთიერთობები. მიშკას გაუმარჯოს. ჯეიდის ვახლა ვარ. მიშკა, მოდი დავილაპარაკოთ სიღრმისეულად. რაზე მარკო? იცი რა, საკმაოდ დიდი ნეგატივი დაგვხვდა წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში, ბოდიში და სიმყრალე. ხო და წინაურშაბაც ეს თემა გავიარეთ, განვიხილეთ. მერე ურთიერთობებში ნეგატივის გაწმენდის პროცესში ვარ და უახლოეს მომავალში აუცილებლად მოემზადებით სათანადოდ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები შედგეს. ქართული ოცნების დამოკიდებულება შეერთებული შტატების მიმართ ღია რჩება და ჩვენი გზავნილია ნორმალური ჯანსაღი ურთიერთობების წარმოება. ხომ გითხარი წინაურშაბათს გავიარეთ ეს თემები, მალე ტექნიკურ ჯგუფს მომზადებთ იმისთვის, რომ გაანალიზებულ რეჟიმში სულთა ფურცლიდან ჩვენი ურთიერთობების დაწყება იყოს შესაძლებელი. კარგი, გასაგებია. და ეს ყველაფერი ჰაბიტუს მოწონებულმა მარტო მოახერხა მბ-ს დახმარების გარეშე. ისაუბრა, დაალაგა, გაარღვია. ამასობაში ტექნიკური ჯგუფიც ჩამოვა და იქნებ ამან ამასობაში იმასაც უპასუხოს. უპასუხე მიშკა, უპასუხე. დონალდი გირეკავს. იცით რომ რუბიოს ესაუბრო ორბელენის სასახლის ბინადარი, აი ყველაზე ანტიპუტინისტი რომ არის ადმინისტრაციაში, რომელსაც ჯერ კიდევ 2025 წლის 21 მაისს კონგრესში საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას საქართველოს საკითხთან დაკავშირებულ კითხვაზე ასეთი რამ განაცხადა. დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი. უპირველესია ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც მართავს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს. და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. იცით რომ ვიცე-პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოებით ატყობენ ბატონს მორჩილები ყველაფერს დავალაგებთო, აი ვიცე-პრეზიდენტთან არც პირველ დღეს და არც მეორე დღეს არაფერი რომ არ კითხეს ერევანში და ბაქოში რომ ჩადიხარ, ჩვენ რომ უნდა გადაგვიფრინო, რატომ არ ჩერდებით თბილისშიო, მაგრამ რა საჭირო იყო? ამართლა ისტორიულ შეხვედრაზე ბევრი თქვა და დაიწერა, დეტალებით აღარ დაგვით. ისედაც გასაგებია, რომ ამ ვიზიტით ერევანი და ბაქო უფრო დაშორდნენ მოსკოვის ორბიტას, უფრო წელგამართულები არიან და პერსპექტიულები არა მხოლოდ რეგიონის, მსოფლიო გლობალური პოლიტიკის მასშტაბით. მე არ დამიცვა, მაგრამ ბორიკა რადნოიზე თუ დარაგოიზე, რასაც ამბობენ, ამდენი აქვსო, სამი თუ არა ორი იმდენის ინვესტიციას განახორციელებს შეერთებული შტატები სომხეთში. ატომური ენერგია, ახალი ტექნოლოგიების ჩიპების წარმოება და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ ტრამპის მარშრუტზე, ასევე აღარაფერს ვამბობ აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე, მაგრამ ჩვენ ხომ ორ ფეხზე ვდგავართ. რამის სამნიშნელო ეკონომიკა გვაქვს, ეროვნული ინტერესებს ვიცავ და თუ რამის ჰაბი შეიძლება ვიყოთ, ყველაფრის ვართ.
ტექნიკური ჯგუფი ჩამოვა სუფთაფურცელი ისა ესა ყველაფერი ხომ ბაიდენის ბრალია ვაშინგტონში აღარავის გაახსენდა რომ ჯერ კიდევ ტრამპის პირველი ვადის დროს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ანაკლის სპორტზე და რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა. I hope that Georgia completes the port project. The project and others will enhance Georgia's relationship with free economies and prevent Georgia from falling prey to Russian or Chinese economic influence. Those pretended friends do not have Georgia's best interest. კიდევ ვიცით რა არ გაახსენდებათ ვაშინგტონში ჯერ კიდევ 14 წლის წინ მაშინაც და ახლაც ჩემთვის ყველაზე დიდმა ქართულმა რუსმა ოლიგარქმა მის ენაზე გასაგებენაზე რო ვთქვათ ტრამპი ჟულიკად რომ გამოაცხადა. ის ტრამპს არაფერი ინვესტიცია არ გაუგეთებია საქართველოში თქვენ შენერვათ იცით? გამოიყენეს თქვათ ორიომ კარგი ტრიუკი გააკეთეს იმას აინტერესებდა რაღაც ფული გადაუხადეს ტრამპს. სააკაშვილი კიდევ როგორც ოსტატი სიცრუის გამოიყენა და მე არ ვიცი რა პროექტია საუბარი მე მას სერიოზულად არც მიყურებია და არც მაინტერესებს ხოთა შორის და დიდი სტრატეგი მაშინაც და ახლაც მოსკოვის კანტორაზე ბოლომდე ჩამოკონციალებული რომ არ ყოფილიყო ამას უძრავი ქონების მაგანაძე არ იტყოდა ზუსტად იცოდა რომ კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ტრამპისგან პროექტში ინვესტირებას მაგრამ მაშინ სხვა სლანძღავდა და ტრამპსაც შეეჭიდა თან მოსკოვშიც ხომ არ იცოდნენ ასე დანამდვილებით რომ ტრამპი ორჯერ შევიდოდა თეთრსახში მეორე შესვლა რომ მეორე მოსკოვს გას ეს ფაქტია კოციანო გრუზინი ტრამპს ტრამპუშკად მოიხსენიებს არა იმიტომ რომ უყვარს ან იცნობს ან ოდესმე შეუყვარდება ან გაიცნობს არა კოც იმედი ქონდა რომ ტრამპი და პუტინი დაალაგდებოდნენ სოფლიოს გაიყოფდნენ უკრაინა დაიჩოქებდა და ამ სოფლიო ტურბულენტობაში ივანიშვილის გრუზია რუსულ ხურდაში მოყვებოდა რეჟიმი ამის შემდეგ მშვიდად გააგრძელებდა კოტრიალს რუსულ წუმპეში და პლუჟინებიან კრაუდში მაგრამ იზვინათ ნუ რას უკაცრავად მბცკი იმყოფებოდა პერიფერულად მიუნხენში და გარუსებულ თბილისში, ისევე როგორც მოსკოვში, იმედი ჰქონდათ, რომ მიუნხენი 2025-ის უარესის გამეორება იქნებოდა მიუნხენი 2026, მაგრამ აქაც პრამახნული სრიბიატა. აი იმ რუბიომ ორბელეს სასახლის ბინადარი რომ სადღაც ოლიმპიურ დერეფანში ესაუბრა, კაფიო თქვა. შეერთებული შტატები და ევროპა ერთმანეთს ეკუთვნიან. ნეტა გული არ გაგისკდებოდეთ იმათ, ვინც დიდ განქორწინებას ელოდებოდით. თუ ქართულენოვანი რუსული პროპაგანდის ერთგული მაყურებელი ახალ დროებას უყურებთ, დამატებით გეტყვით კიდევ რა თქვა რუბიომ, იქ ამას ვერ მოისმენთ. ამერიკა კეთილდღეობისაკენ მიმავალი ახალი საუკუნის გზას ადგას და გსურს ეს თქვენთან ერთად გავაკეთოთ, ჩვენს ძვირფას მოკავშირეებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად. ჩვენ არ გვინდა ძველი წესრიგის გლობალური ინსტიტუტების დაშლა, რომლებიც ერთად ავაშენებთ, მაგრამ ამ ინსტიტუტებს რეფორმირება სჭირდება. ჩვენ ამერიკელები ყოველთვის ევროპის შვილები ვიყავით. ასევე რუბიომ უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი მშვიდობისკენ ისწრაფვის. მიუნხენი 2026 ვერ აღმოჩნდა მიუნხენი 2007, როდესაც რუსული გაზით პოლიტიკურად გაგულულ ევროპას პუტინი გამოეპარა და ჯერ 2028 წლის ომი იყო, შემდეგ 2014 წლის ყირიმი და ახლა დიდი ომი მხოლოდ ევროპაში კი არა, სოფლიოს შუაგულში. და რაც თავარი არც 1938 წლის მიუნხენი აღმოჩნდა. მიუნხენი სადაც ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დიდი ომის თავიდან აცილების მიზნით ჰიტლერის გერმანიას ჩეხოსლოვაკიის სუდეტი დაუთმეს. მიუნხენი და ლონდონში დაბრუნებული ბრიტანეთის პრემიერ იტყვის, რომ მან გერმანიიდან მშვიდობა ჩაიტანა. ღირსებასთან ერთად ჩემბერლენს ეგონა, რომ ეს იმ დროის მშვიდობა იყო. მე რაც მოხდა ყველამ ვიცით, გადახვედებულ ჰიტლერს ჩეხოსლოვაკია არ იყო. ახლა არც 38 და არც 2007, არც ტრამერია ჩემბერლენი და არც მაკრონი საფრანგეთის პრემიერი დალადიე. მერცია ახალი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და რაც მთავარია ზელენსკია. იცანით ალბათ დევნილობაში მყოფი ირანის ტახტის მემკვიდრე რეზა ფეხლევია. მეორე ისედაც იცით ვინ არის. მიუნხენში შეხვედრაზე ზელენსკი უკრაინელი ხალხის სახელით ირანის ხალხს მათ ბრძოლაში მხარდაჭერა და ირანის რეჟიმის ყველა მსხვერპლს თანაგზობა გამოუცხადა. ივანიშვილის სკალაძემ თბილისის 20%-იანმა გადანაჩალიკმა თბილისის სანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის აიათოლების დროშის ფერებში გაანათა. მალადეც კახა, მალადეც. Jingle bells, Mary, jingle bells. ზემოთ რომ გითხარით, ვინმე მბს მოადგილე ლ დარსალია დაიმახსოვრეთ თქო, ახლა გახსენებთ. მოქმედი ირაკლის ვითომ მთავრობის სახელით ივანიშვილის სასტუმროში გამართულ მიღებაზე სწორედ ეს ლ დარსალია იმყოფებოდა. აიათოლებს ტირანის 57 წელი შეუსრულდა. დარსალიამ დიქტატურას იუბილე მიულოცა და მოქმედი ირაკლის სახელით თქვა, სახალხო კავშირები ირანსა და საქართველოს შორის მდგრადი თანამშრომლობის საფუძველი და მთავარი საყრდენია.
მისი ამ ხელგზაზე ჩახვედი ხან სამძიმარზე, ხან ინაუგურაციაზე და ისმენდი სიკვდილი ამერიკასო და ბარემ აქაც მისულიყავი, მაგრამ ალბათ დიდი მეგაგალაქტიკური დებატებისთვის ემზადებოდი. და რაც მთავარია ამ მიღებას პარაგრაფში ბატონის დაცვის უფროსი გავრილოვის ღამის ნამდვილი გმირი ბერას ჯიგარო ესწრებოდა. და რადგან ყველამ ვიცით, რომ ბატონი ანზორი ჯიგარო მისი ბატონის ნებართვის გარეშე ნაბიშას არ გადადგამს, დასკვნა მარტივია სპეკულაციების გარეშე. თავისივე სასტუმროში ბორიკამ აიათოლების რეჟიმის 47 წლის იუბილე და ამასთან ირანში ქართველების ეგრეთ წოდებული ჩასვლის 90 წლის თავი იზეიმა. ბარემ პირადად მისულიყავი რაღა იყო. ბოლოსკენ წავიდეთ, გულწრფელად არ მშურ სომეხი ერის. მხოლოდ მიხარია მათი წინსვლა და რუსული ორბიტიდან ასე დიდი ნახტომით გაქცევა. ასევე იმედია, რომ მოახლოებულ არჩევნებზე რუსეთი კიდევ ერთ მის წარმოსახვაში საკუთარ მოედანზე დამარცხება და ვერაფერს შეძლებს რუსული შავი პიარის დიდოსტატი, ქართული კოშმარის ძველი სტრატეგი მოშე გლუხკაფტი. რუსული პროპაგანდა მოლდოვას მერე სომხეთშიც დამარცხდება. მხოლოდ ის მინდა, რომ ფაშინმა მისი სიტყვები სისულეში მოიყვანოს, რატომაც მგონია, რომ მოიყვანს. ყოფილი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი და ოლიგარქი საბოლოოდ და შეუქცევადად იქნება განდევნილი პოლიტიკური ასპარეზიდან. 2026 წლის შემდეგ პოლიტიკაში ვეღარ ნახავთ ვერცერთ ოლიგარქს და ვერცერთ ყოფილ პრეზიდენტს. 8 ივნისს ჩვენ გავიღვიძეთ ქვეყანაში, სადაც სომხეთი და სომეხი ხალხი დაუბრუნდებიან საკუთარ ისტორიას. ცეცხლი ოლიგარქიას დააკვდა. ჩვენ კი ამ დროს რუსულ წუნფეში და პროპაგანდის ტყუილში მოსკვა თბილისის მატარებლის რელის ველოდებით. იმასაც მოვესწარით, რომ თბილისში აიათოლების დიქტატორის და ტირანის 47 წლის იუბილე აღნიშნეთ კალაძის მიერ განათებული ირანის დროშის ფერების ანძის ქვეშ. რაღა ორჯონიკიძის სულიერმა და იდეურმა მემკვიდრეებმა ბარემ თეირანში ბუნკერში აიათოლასთან დეპეშა აფრინეთ. კოპიის გაგზავნა არ დაგავიწყდეთ პუტინთან. თბილისის თავზე ახლა უკვე ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშა ფრიალებს. დღეს 15 თებერვალია 4863 დღე მას შემდეგ რაც ივანიშვილი მიტაცებულს ჯიჯგნის. ბევრი, ძალიან ბევრი 4863 დღე. აიათოლების 47 წლიან ტირანიაზე სულ რაღაც 34 წლით ნაკლები. დანარჩენი არითმეტიკა თქვენთვის მომინდია. და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ, ან ის, თუ ის მაშინ კინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.